20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონ პროექტის საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს. დავალება მთავრობას პრემიერმა მისცა. ინიციატივას შემდეგ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი განიხილავს. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მთავარი მიზანი მიგრაციის შეჩერება და ეკონომიკური განვითარებაა. ჩვენ განვიხილეთ ის მოსაზრებები და ის სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით კანონ პროექტზე. არსებობს რაღაც გარკვეული მოსაზრებები, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლობაში, ასევე მთავრობაში. მოხდება უახლოეს კვირებში შეჯერება, მარტში იქნება წარდგენილი უკვე პარლამენტში და აპრილიდან პარლამენტი განიხილავს და მიიღებს მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონს, რომელიც დააწესებს იმ განსხვავებულ რეჟიმებს და იმ ხელშემწყობ პროგრამებს, სამთავრობო პროგრამებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა შენარჩუნებული იქნეს მოსახლეობა მთაში და გაუმჯობესდეს სოციალ-ეკონომიკური პირობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკითხი არ ეხება მხოლოდ გეოგრაფიულად მთას, ანუ სიმაღლის მიხედვით, აქ ლაპარაკია უფრო ფართო გაგებაზე. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ცხოვრების არახერსაყრელი პირობები და სადაც შემოსავლების გენერირება არის გაზრდელებული, რის გამოც ადამიანები არ არიან მოტივირებული იყვნენ დამაგრებული ამ ადგილებზე და ხდება ხოლმე დაცარიელება. შესაბამისად, ჩვენ ლაპარაკობდით ზუსტად ამ ადგილებში ეკონომიკური ვითარების ისეთ გაჯანსაღებაზე, ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გაუჩენს ადამიანებს мотивაციას, რომ ამ ადგილებში განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა.